არ გაგვიკვირდეს აქ ნუ გვექნება იმედი რომ მაყურებელი მერაბს დაუჭერს ხავს ამერიკელი ყავს მეტოქე და უნებრივია ლას-ვეგასში ისკენ უფრო მეტი ქრომაგი იქნება. თუმცა ამას მიჩვეულია მერაბი. იწყებს თხილად მერაბი არ მიდის წინ დაუხედავად წინ სწორიც არის. კარგი იყო აი საპასუხო დარტყმებისთვის ეს იყო ყველაზე კარგი. ამით დაჯაბნეს კორი უმარმაც ბოლო რაუნდებში და იანმაც. კორის ყველა გამოშვებულ მოქნებაზე პასუხობდნენ. აი ეს შესრულებიც ტეიქდაუნზე ამ დროს უფრო უსაფრთხოა, იმიტომ რომ კარგი იყო მერაბ აი კარგი იყო იქ ბოლო 1-2 დარტყმის შემდეგ კარგი იყო შესვლა ტანში რომ გაეგზელებინა მერაბს, თუმცა იქნება ესეც, იქნება. შემდგომზე ერთი უპასუხა კორიმ. თუმცა ცალკე აღებული კრივიც არ არის კორის ძლიერი მხარე. ძალიან კარგი კომბინაცია კორის ენთეგენის მხრიდან. მე მგონი დროა მერაბმა ტემპი მოუმატოს. Tik სამზადებს. კარგი იყო ჯები კორი აიღო. რა, კარგი სამაგიეროდ ჰუკი გავიდა. არევა მერაბმა ძალიან კარგად იცის. ფრთხილია კორის ბუნებრივია. კორი პრინციპში ხშირად არის ფრთხილი და შეიძლება აი კარგია მერაბი მარცხენაც მიაყოლა. შემდეგ აიღო. დრო ნამდვილად. მიდი მერაბ კარგი ეტანი აიღო. მიიყვანა გალიასთან. ეს კარგია. მუხლებში მუშაობა მერაბ. არმის სანდერჰუკი მარჯვენა ხეხების დაზიანება. კორი. ვერ გაითავისუფლა კორიმ. ცდილობს. არა უსწრებს მერაბიც ხიდან კარგი ახლა რაც ხდება პრინციპში. მუხსუზიანებს მერაბი ახლა მუხში. კარგია მეორე მუხზე გადავიდა. ტეიქდაუნ დიფენსზე უმუშავია კორის. ეს ბუნებრივია. ისედაც ხა არა, კორის ისედაც კარგი ტეიქდაუნი. ისედაც კარგი ტეიქდაუნ დიფენსი იყო. ეს არც გქონდა ჩვენ აუცილებლობა იმის. მაინც დაარქვა. არ იყო აუცილებელი პირველ რაუნდში ტეიქდაუნი, მაგრამ მაინც ჩვენ ეს მენტალობისთვის არის კარგი. კორიმ უნდა იცოდეს, რომ პირველ რაუნდშივე გაიგოს კორიმ, რომ მას წააქცევენ. და მისი ტეიქდაუნ დიფენსი აქ არ იმუშავებს, ისე როგორც მუშაობს ხოლმე. არა ეს გითხრათ ეს ხადაშოის აი ხარ რას ჩვენებიც მერაბი ეხა მერაბი ისვენებს კარგი უკვე გალიიდან ჯუბია გამოვიდეს მერაბი უფრო ცენტრში ეს შეიძლება ტეიქდაუნის ჩვენებითაც სხვათა შორის დაუბრუნდი ცენტრში გადახდა მერაბი ტეიქდაუნის ჩვენება ქონდა კორის აიღო მერაბმა ჩახურა დისტანცია გამოვა ალბათ მერაბი კარგი იყო დარტყმა არ აქვს კარგად აღებული ტანი და ტეიქდაუნი არ გამოვტყვილა ენერგიის ხარჯვა არ იქნება საჭირო კარგი და ხელს უკონტროლებს და უტყავს მეორე ხელით მერაბი ნახე კარგია კარგი ეპიზოდი ქონდა ძალიან 18-ზე გვაჩვენებენ აქ მნიშვნელოვან დარტყმას. ვინ დათვალა ვერ გეტყვით? არა, ქონდა შეიძლება ცოტა მეტი დარტყმა აქვს კორის. 18-8 ნამდვილად არ არის. ეს ბევრია. 18 მე მგონი კორის ცდელობაც არ ქონია დარტყმის. პრინავი მუხლი უნდა ეს ამას ძალიან კარგად აკეთებს კორი პრინავ მუხლს, თუმცა არ გავიდა ეს მერაბი ამისთვის მზად არის. არ აძლევს და რესეტების საშუალებას მერავს არ აძლევს კორი იმის საშუალებას მერავს რომ
თავისი შეტევის შემდეგ უკან დაიხიოს და ასე ვთქვათ ისევ ტემპი უკან ახოს როგორც კი მერაბის შეტევა მთავრდება ეგრევე იწყებს სკორი თავს ლოუ-კიკი მერაბისგან არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც სკორი როგორც წესი ბოლო რაუნდებში იღლება ხო ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორი როგორც წესი მერაბთან ბრძოლისას Okay, breathe. Slow down. You got to keep that right hand up. He's looking for that check hook. Yeah. Either counter with the right hand or get underneath it and put him on his ass. One or the other. Every time he comes in, he's throwing that check hook. So just keep our hand up. He's coming here. He's trying to come around. Keep pressing him. When he's backing up, he's not doing it. He was. Keep breathing. And we gotta keep pressing him. Keep pressing him. Press him with the body jab. Okay, when he gets up against the wall, I need you throwing the body jab. Okay, don't let him come underneath you. Okay, if he starts to drop because of that, throw the uppercut. Okay, but let's stay sharp. I don't want 100%. In position. Sharp. In position, backwards and forwards, Corey. Bring your back leg. Corey. ხო, წნეხი ურჩიეს კორის ენთეგენს მუდმივი წნეხი და როცა გალიასთან მივა მაგდროს ტანში ჯები და აფერკატი. ნუ ეს გასაგებია რატოც რომ თუ ტეიქდაუნიც წამოვა, ეს დარტყმა გავა და ასევე დაუკონკრეტეს რომ არ არის აუცილებელი 100%, ანუ თავარია რაოდენობა და მორტყმა რომ მოხდეს, დარტყმა გავიდეს. შევიდა ფეხში ფეხი კარგად მერაბმა აწევინა ეს ფეხი. კარგია, არა უშავს, ეს უნდა გაიმიქსოს, რა თქმა უნდა, ჯაჭვური ჭიდაობა რაშიც უნდა ჰქონდეს მერაბ დვალიშვილს აუცილებლად უპირატესობა დიდი კორისთან. მუხლების დაზიანება, მუხლებით მუშაობაც კარგია. ჩავიდა ფეხში მერაბი, მეორე ფეხში ჩავიდა, სხვა ფეხში არ იყო ჩასული ჯერ და დააკეთეს, რა თქმა უნდა. ზურგიდან მოიქცეს კარგია, ეს ზურგიდან მოიქცევა, ისევ და კარგია. ისევ ძველი მერაბი გვინდა, ძველი. რა თქმა უნდა, ძველი მერაბი, ბევრი ტეიქდაუნი. მუხლებით მეტოქის დაზიანება. არა, ეს მაუნტინგ გილოტინა გამოდი მერაბ, გამოვიდეს გალეიდან, კუთხიდან გამოდი, კარგია. სისხლის სკორის შვენია ეს დაბლოკა მერაბმა. უნებრივია კორის შემადგენლოს მაყურებელი, თუმცა ეს არ გვაინტერესებს. ხო, წნეხი რაც ურჩიეს, კორი ვერ აკეთებს. მოავიდა მერაბე კარგი დარტყმა. ისე მოარტყა მერაბი. ისე მერაბმა თუთა რა სახიფათოდ მოიგდა მოხლე, ისე მოარტყა. კარგია მერაბი. ეს კარგია. მიყევი მერაბ. შეუძლია მერაბ ფინიში. შეუძლია ფინიში. დაპირებული ნოკაუტი გვინდა. ისევ ძირს თითქოს. ხო, მაგრამ ჯობია ძირს წაიყვანოს ტეიქდაუნზე და მერე გააგრძელოს დარტყმები. ცოტა მუხლიც კარგი იყო. 3 წუთია თითქმის ჩაიყვანა მიწაზე, ისევ დარტყმები თავში. კარგი აღონ ცოტა ენერგიაც ხარჯე მერაბ. გაუფრთხილდეს ახლა. რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერ ვინახავს, ჩვენ უკავზე წასული მებრძოლი დახლილა. მერაბ ძალიან დიდი გიგას ელაპარაკება ისევ თუ რა ხდება. როგანს. დიდი ალბათობით როგანს. ფოკუსირებული იყავიო ეს. რა ლამაზი იყო ეს. ლამაზად წააქც. ახლა შეცდომას უშვებს კორი, მიხდა კორი რომ შეცდომას უშვებს და შეიძლება სულზე აღმოჩენილიყო კორი. ტეიქდაუნს მივაღწიეთ. 3 ტეიქდაუნი აქვს და ამ ბრძოლის ისევ გადავწვით. ხო, საქმე რაშია? ეს მერაბ დვალიშვილს არ ღლის. აქ სხვა მებრძოლი რომ ვიყო, შეიძლება გვეთქვა რომ ეს არ არის საჭირო, ესე ატაცება ყველაჯერ, მაგრამ ეს მერაბ დვალიშვილს არ ღლის. კუთხეს აიბასაც ასწრებს მერაბი რომ კუთხესაც გახედა მოусმინა რა უჩიეს. დაიქნა.
თხილად აბგეგს გაუთხილი და კარგია. მიდი დაყვები, კარგია, წუთნახევარია. არა, აქ სამიშას სკორი ვერ დაიჭერს. იქ უნდა გაგაცდეს ახლა საიდ კონტროლში უნდა წავიდეს მერაბი. შეუძლია ახლა გაცდეს უბრალოდ. არ არის საჭირო ფეხი მისცეს, აი ასე. საიდ კონტროლში უნდა და ვერ გადავიდა. ვერ გადავიდა. არა, უშავს 5 და 4 წამია, ხო, იმ ფინის გადაურჩა. იქ გადარჩა. კორი მოდი ვთქვათ. თხილად არ დაგვაზიანოს, ეხლა ესეთი არაფერი არის, უბრალოდ მაინც ზედმეტი სისხლის დაკარგვა არ გვინდა, აი მე დაყვება არ დაგვაზიანოს, ცდილობს ეხლა ფეხს გაცდეს მერაბი. კარგია. სელტანით მოდილოკით ადგა მერაბი, ასე ვთქვათ. შემდეგი ტეიქდაუნები მოამზადოს. აბურთავებს სკორის ამ რაუნდში მერაბდვალიშვილი. იმდეს ათრებს რომ მე იმასაც ვფიქრობ არ არის საჭირო ამდენი თქო არ დაი არ დაიღალოს ხო ის არ უნდა ახლა მე დარტყმები საათში დარტყმები რა თქმა უნდა თელ აქცენტს აკეთებს სკორი დაცვაში ტეიქდაუნის დაცვაზე და ამ დროს თავი დაუცველია საკმაოდ მისი თორმეტ წამია რაუნდის დასრულებამდე კიდევ ერთ ტეიქდაუნს შემოგთავაზებს თუ Natalia. ხო, ეს 10 რაუნდს გავდა ძალიან. 10 შეიძლება არ იყო, მაგრამ თუ იმეს პირველ რაუნდში რაღაცა ანეჭვები გაუჩნდა, რაღაცა ამეჭვების გაქარწყლება იყო. Okay, stay focused. No going backwards with your head up. Yes. Okay? Stay in position. We pull back with our head up. We need to frame and crash. Don't pull back. Okay. You got that? Yes, sir. You frame hard. აი ეს ეპიზოდი როცა რამოდენიმე დარტყმა გავიდა მერაბისგან. Not pull back. Okay. None of that. Stay focused. We're getting tall going Okay, you backwards. got this. და ეს მარჯვენა მეორე მარჯვენა You got this, baby. Yeah. You got Yes. this, right? We've bounced back Best in like the world, this. sir. Yes. Let's fucking go. ეს უკვე Stay ნოკდაუნი. sharp. Yes. Let's go, baby. Hey, ძალიან don't ახლოს pull you ხვდა back. და რაღაც მომენტში კინაღამ დაიძრა იქ გასაჩერებლად რეფერი. მე ძალიან მომეტყვა ერთი რამ მეორე რაუნდის დასაწყისში რაც ურჩიეს სკორი ახლოსაც ვერ იყო იმის შესრულებასთან წნეხი გახსოვდა წნეხი კი არა წნეხი მასზე განახორციელეს მესამე რაუნდი გეგმას უნდა მივიღოს მერაბი რა კარგია მერაბი დისტანციაზე არა და არც წვდომით არ გამოირჩევა არც სიმაღლით მაგრამ დისტანციაზე მერაბი რომ მუშაობს ბევრჯერ მithქოს ძალიან იყენებს ძალიან კარგი ხედვა აქვს შორიდან ხედავს დარტყმებს წინვალად ეს უკვე მერაბ გვესმის გავიდა ესეც ო კარგად აიცილა იდაყვიო ეს იდაყვით სერიოზული ორფეხშია ჩასული აქედან აქცევს აუცილებლად მუხსი ჩაიჯინა არ არის საჭირო რაუნდის ბოლოს შეიძლება და მერაბის კუთხეშია თან ხო თავის კუთხეშია მერაბი კუთხეში კუთხე არა რა მომეჩვენა ხო თავის კუთხეა ჯონ მოდი დავინახე კარგია ეს იმიტომ რომ დიდი არ უნდა ძალიან დიდი ძალის ხმევა ისე მუხლები კარგია ესე დაუზიანოთ ფეხები თან კორისთვის ფეხები არის უნიშნავანესი ფეხები მოძრაობის კუთხით ვაბა არა იმიტომ რომ ქიქერია ისევ ჩაუსვა მერაბმა მარცხენა ამჯერად ზეთე გალიასთან არ გვინდა მაინც ცოტა გამოვიდეთ სივსე კონდეს მერაბს სუკან დახვდა ისევ ჩვენა პირდაპირიც გავიდა თხილად ტეიქდაუნის დრო ხო არ არის ანუ შესulis დრო არა არის აუცილებლად ტეიქდაუნი განვახორციელოთ კარგი იყო ცილებს მერაბი კორის დარტყმებს ძალიან კარგად ისევ დაახვედრა მოკლე მარცხენა მოატყა ისე მერაბმა აბა აიღო ფეხი რასწრაფად ძალიან მაგრად აკეთებს ისევ ბოდილოკი კარგია მე მგონი ამ დროს მერაბი ისვენებს იცი
ცოტა მუხლებში დარტყმა. ეს აუცილებელია, აი ბარძაყებში დარტყმა, რომ დაუზიანოთ. კარგი იყო, გამოსვლისას ისე რამდენიმე დარტყმა. ამ რაუნდსაც აკონტროლებს მერაბი. რა თქმა უნდა, თუმცა ისე არის ფოკუსირებული უნდა იყოს ბოლომდე. ნუ ეს ბრძოლაში ისედაც ცხადი იყო, რომ რაუნდებით და გადაწყვეტილებამდე თუ მივიდა ბრძოლა, ყველა ვარიანტში მერაბი მოიგებს მინდია რა. არ არსებობს ეგეთი რაღაცა, რომ კორი დაჯაბნოს. მაგრამ ბოლომდე კორი იქნება სახიფათო. სანამ ბრძოლა არ დასკი, დაბლოკა. სანამ ბრძოლა არ დასრულდება, კორი არის სახიფათო. ანუ ფოკუსირებული უნდა იყოს მერაბი ბოლომდე. ის რომ რაუნდებს მოუგებდა მერაბი, ეს ისაც ვიცოდით. ცოტა უფრო მეტი ტემპი შეიძლება შესთავაზოს. ყველაზე დაბალი ტემპია მერაბის ბრძოლა. მოარტყა მერაბა, ჩავიდა. ტემპი მე არ მახსოვს ესეთი დაბალი ტემპი მერაბის ბრძოლებში. შეიძლება ეს ბოლო რაუნდებში, ასე ვთქვათ, მოუმატოს ამ ხრივ მერაბმა, წაქცია. არა, ეს არ არის მერაბის და მერაბს ესეთი ტანი აქვს და აგებულება, რომ ზურგზე ჰაერზე ზურგის აღება მისთვის რთული იქნება უბრალოდ. ისი ანთროპომეტრიდან გამომდინარე. აკცია საკეთებს, აბა, კარგი იყო მუხლი გამოსვლისას. ხო, ნუ ეს რაღაცა უკვე ეძებს რაღაცებს კორი, რომ რანაირად დააზიანოს, გამოდი მერაბი ქიდან, კუთხიდან არ მინდა, კუთხეში ყოფნა. იდაყვი ხوار მოარტყა. ძალიან სახიფათო იდაყვით. სტეპინ ელბო ნაბიჯი ჩავიდა ისე მერაბ. ადვილად იღებს ფეხს მერაბ. ძალიან მარტივად. ვიცი რა კარგი იყო მიდი დარტყმები რამდენი თავში. აქ მუხლი შეიკე ბატონო, მუხლი. ორმოცი ხუთზე ნახე მეორე რაუნდში და 16-9-ზე მესამე რაუნდში. ხო, მესამე რაუნდი შედარებით ნაკლებ ტემპშია და ეს რაოდენობაში, ამიტომ არ არის უპირატესობა. სხვა მხრივ თავიდან ხო ვიცით რა. სხვა მხრივ თავიდან ბოლომდე მერაბი ძალიან კარგად იცის. ეცნება თვითონ მერაბსაც. აი ეს დარტყმები ძალიან დამაზიანებელი, კარგია მე. აი ეს რაუნდის ბოლომდე ეს 10 წამი უთხი ბარძახებში კიდე უფრო დაუზიანო, ფეხები ძალიან მნიშვნელოვანია კორისთვის. ფეხები თუ გაუფუჭდა კორის ხო კორი საკონდეპელშია. კიდევ ერთი რაუნდი მერაბ დვალიშვილს. თუმცა უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, იმიტომ კორისთვისაც არ არის ეს მოულოდნელი ახლა რაც ხდება. კორი მისცოდა რომ ეს დიდი შანსით ასეც მოხდებოდა. Don't go backwards. If we shift backwards, we're attacking and angling out. I don't want to see you go backwards. Trust pushing him back. Okay? Crash with him hard. Keep your foot active. If he starts to press, angle. Control the hips. Trust that, baby. Base. So just keep separating his legs, off balance him so he forgets about the hands. Remember, you can punch him again like in a When your grip's about to break, when your grip's about to break, light his fucking body up, back in him. No more lifts, just keep going. We got it. Those trips going too. Beautiful. Listen, this is it right here. Good? All right. Let's go, Moran. Championship rounds, take it to him. He's going to come out a little bit harder now. Beat him up. Pressure. ხო, პრინციპში წაიკითხეს. კორის რაც აქვს ჩაფიქრებული, უფრო აგრესიული იქნებაო და ცემეო. და კორისაც ზუსტად ეკუთხრეს კუთხეში, რომ ენდე გეგმას წნეხი განახორციელე. არ უნდა იარო უკან. ანუ არ უნდა იხევდე უკან, არ უნდა იყო მეორე ნომერი. სათქმელად ადვილება, ან კორი ვერ ახერხებს ამას ჯერჯერობით. ამ პოზიციიდან, ანუ როცა უკან იხევ, ვერ ახერხებ დარტყმების გატარებას. Takedown-ის დრო არის. ეხლა არის შესვლის დრო, გავიდა ორიანი. გავატარა ეს ორიანი. მერაბმა დაიჭირა ფეხი. ლეგი წაიგანა მიწაზე. ახლა ალბათ
იდევის. მე ვფიქრობ, რომ საჩემპიონო რაუნდებში ალბათ ჯობია რომ კონტროლზე გააკეთოს აქცენტი, ყოველ შემთხვევაში ცადოს მაინც. ბევრი არა ბურთავოს მოკლედ. ბოლო რაუნდში ხელი ნახე როგორ აქვს. ხელი ნახე როგორ აქვს. ამერ ფისტი ეხლა რა დაასაბიტოს. ეს ის კონდა რა ხო შეეკრა. დილოქი არ უნდა დაკარგოს და უნდა აკონტროლოს კორის ენცეკი. და მუხლები რა თქმა უნდა ბარძაყებში. მუხლები ბარძაყებში. გალიასთან მიწაზე სულ ერთი უნდა აკონტროლოს, უნდა განსაკუთრებით მეოთხე რაუნდში. მეოთხე რაუნდში შეიძლება უფრო კორის ენცეკი. ასე ტემპის მომატებაც ბოლო რაუნდში შეიძლება. მეოთხეში უფრო ჯობია, კარგი იყო, იქ მუხლიც გავიდა და გამოსვლისას მარცხენაც მიყავს ზოლა მერაბს, უბრალოდ თავარია იყოს ფოკუსირებული ბოლომდე. არ გაერთოს ზედმეტად. რატომ არის კარგი ეს ახლა ამ შემთხვევაში ეს ფეხში ჩასვლა და თუნდაც უბრალოდ კონტროლი გალიასთან და დაცვაში რა მყავს ყორი. ყორის ძალიან უყვარს კონტრდარტყმები. და მერაბი ისვრის ამ დარტყმებს და ყორიმ შეიძლება თეორიულად ამ ყველაფერზე ასუხად კარგი დარტყმა დაუბრუნოს უკან, რაც გააფუჭებს რაუნდს. და მერაბს ჭირდება რაუნდი. მაგას აპირებს მერაბი თუ გავიდა მე მაინც მომენტს ელოდება კი ახლა ყველა ჯერზე არ ჩადის მაგრამ ელოდება მომენტს კარგ მომენტს რომ ჩავა ფეხში აი შეეკრა ნახე ეს თვითონ კორის ხოთი შორის კორის ჰქონდა თითქოს კორის ახასიათებს ეს შეიძლება მერაბთან მისთვის ნაკლიც იყოს იმიტომ რომ კორის ახასიათებს ახლო კრივი კორის არ უყარს და მაგდროს თვითონ ჩადის ხოლმე ტექდაუნზე გამოგიდეს მერაბი არ უნდა გალიასთან უჩერდება უბრალოდ თვითონ ეს არ არის რთული გამოსვლა გალიიდან ხა კი ბატონო, ასე ჯობია. ესე. და არავითარი ყურადღება ამ სტვენს. არანაირი, რა თქმა უნდა, ეხლა დაუსტვენენ თავიანთ ვისაც კომაგობენის აგებს და. ესე კარგია, ჭიდავს, სკოლი. კარგია. ჭიდაობაში მერავს ვერ დააკლეს და უფრო მეტად დაიღლება. მიყავს მერაბს თავიდან ბოლომდე ჩხუბი, მაგრამ ფოკუსირებული უნდა იყოს ბოლომდე. იმიტომ რომ მეოთხე რაუნდია და ყორი არ გამოიყურება ცუდად. აი გულისხმობ დაღლილი არ არის. კი. ნაცემსაც ნუ მეორე რაუნდში სერიოზულად გადარჩა, მაგრამ მაინც აი ესეთი დარტყმა არ უნდა ეს გულისხმობ. კრივი არ უნდა ეს კრივზე აყოლა ხა აფერკატიც არ ვიცი მოხდა თუ არა, მაგრამ საშიში იყო ყორისგან. ეს საფათო იარაღი აქვს. ისევ აფერკაცი. აი რაუნდი არ უნდა გასცეს. ამ პატარა ეპიზოდებით. და ჯობია ამიტომ რომ იყოს პრაგმატულად კონტროლი და არასანახაობრივი მაყურებელი უსტვენდეს. ვიდრე ესე თანაბარი რაუნდი, სადაც აი მე ვის რა ერჩინა, ბევრი ტეიქდაუნი თუ ის რამოდენიმე კარგი დარტყმა. კარგია, აბარა სერი მოტეხა კინაღა მერაბმა კარგია. დაბა, შეიძლება. ბრაბოზე მიდის, ბრაბოს ამზადებს. კიდე დააწექი თავზე. არა, იცავს თავს, კარგად. ისვენებს მერაბიც. პირადი რეკორდი გააუმჯობესა, მე-14 ტეიქდაუნი არის ერთ ბრძოლაში. 13 ჰქონდა მერაბს რეკორდი. ისვენებს მერაბი. იცი რა მუხლები შეიძლება და ტანში, მუხლები შეიძლება ტანში. კარგად ვარო, ნუ გასაგებია ხა ეს არ არის დასრულებული ბრაბო, ხა ეს არის ბრაბოზე გადასვლა. კარგი იყო ეს ბოლო ეპიზოდი იყო ძალიან კარგი, იმიტომ რომ იქ ვიღაც ძალიან ესეთ კომბაქს კორისას შეიძლება მოჩვენებოდა რაუნდი მიქონდა. You start going for his neck in those positions, you'll get it. Okay? When you take him down, don't just hold on. Okay? When you take him down, I want you climbing on his ass, going for the neck. Hey, start getting in it. Get dirty. I wasn't sure what time was left. The head. Yes, sir. Press him. Yes, sir. Press him. Yes, sir. Be ready. You're the best in the world. Let's show it, baby. Be ready when Let's you're done. go. Yeah. Fight. Head in. Be stubborn as fuck on the wrestling. He has nothing with the wrestling. That's key. Let's go. It's right away. Yeah. Right away. Let's go. Let's go. He's Best fading. round of your fucking Don't life. let him rest in those positions. Yes, sir. He needs to rest in those positions. Yes, sir. All right? Best round of your life. Come on, Corey. Come on. გაუცნაურია
მას არაფერი არ აქვს ჭიდაობაში, ეს კორიმ თვითონ თქვა მომენტში, ნუ გასაგებია თავის თავს შემოუძახა, მაგრამ 14 ნულზე არის ტეიქდაუნები. ეს ავტოტრენინგია რა, ეს და ამბობს და დაჩელო უკეთ დაიჯეროს თავის მებრძოლმა. და ხო, მერაბმა მიიღო ჯონ უდისგან ესეთი მითითება, რომ ეგეთ დროს წადი კისერზე აცოცდი. მარტო არ გეჭიროსო. კარგი იყო. აი ხა მერაბი შემიაზი ტემპს მოუმატებს, იმიტომ რომ კარგი იყო მერაბი. ამას ტეიქდაუნი თუ დაასრულებს, ეს ძალიან კარგი იქნება. თავის სტილში. კი. აიღო ფეხი. აი ხა შეიძლება აწევად აკდება. აბარა, მიდი მერაბ, მიდი. ცირა მაპატიეს მოს ჯონ ვუდმა მიდია, მაგრამ მე არ მინდა ზურგის აღებაზე იფიქროს მერაბმა, იმიტომ რომ ეს მერაბს გამოდის ბევრად უკეთი. აი ეს დარტყმები, კონტროლი. კიდევ ერთხელ ანთროპომეტრიულად მერაბი ისეთი ანთროპომეტრი აქვს, აი სუფთა ჯიუჯიტსუს. არა, ზურგზე არ იყო საუბარი, კისერი მოძებნია. ანუ წადიო რა საბშენზე, ეს იგულისხმა ახლა ზურგი აუღეო, ესე. მე მგონი ცოტა შენელებული აქვს ხელები კორის. დარტყმებსაც უშვებს კორი. იმ თამაშის, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს, იქაც უშვებს დარტყმებს კორი, უფრო მეტად ვიდრე უტარებს. აი ისე, ნახე რა ნელია კორი, დაინახე. ფეხიც დაუწდა აქ. აი ამას გაატარა. ეს პირველია თამერფისტი დგომიდან, ეს რაღაც ახალია, ხო? რო კარგია მერაბი, აი ესე, უნდა გაიმიქსოს. უნდა დაირიოს კორი. აბა კისერი აიგო. აი აქ შეიძლება იგივე. ეს ნინჯა შოუზე რო წამოსულიყო აქედან არ ჯობდა? ხო, მივადევნო თვალე. არის ეს კარგი, ფეხის გამოსის. კი ბატონო, ახე როგორ მოკეცა? ფეხის. მერაბს ახასიათებს რაღაც აი უცნაური თავისი რაღაც ტყივნეულები. ის ტყივნეულებს არ იყო, თქო, ის არც ნორცაუჩოკი იყო და არც რაღაც ეზეკილის ნორცაუცი და კარგი იყო ბროში. ნუ ტანში მოარტყა უბრალოდ, კი ბატონო. კარგი იყო. თავის ეს მერაბის შესვლა. აქ რა თქმა უნდა უკვე მერაბი ბევრს იმუშავებს უფრო, იმიტომ რომ დიდად შენახვა არ ჭირდება ენერგიის, ბოლო რაუნდია. აქ იქნება ტეიქდაუნი კიდევ ერთი, რა თქმა უნდა. ისევ ეს ძალიან ლამაზი. ისერზე ეს ამტრიალმა შეიძლება უარესი საქმე გაუკეთოს კორის. აი ამ შემოტრიალებამ, თორე ხა თუ ამოიღო თავი მერაბმა, საით კონტროლში აღმოჩნდება. ეს საინტერესოა. მერაბ, აი ეს ფეხი. ხა შეიძლება მერაბს შეიძლება ამ ხელზე ტყიმდეულის გაკეთება, მარცხენა ხელზე. უბრალოდ მეორე ფეხით უნდა შეუკეცოს. ხელი სადაც მერაბს. იმიტომ იმას არ უჭირავს, ხელი იმის ორივე ხელი უჭირავს. უჭირავს იქ, იქიდან უჭირავს. ფეხზე წავა კორი მონებრივი. მაგრამ არ გამოვიდა არაფერი რა თქმა უნდა, წამოდგა მერაბი. ისევ კუთხეშია კორი, აქ თილად შემხედზეა კორი, საშიში ძალიან. ჩამოხსნა სხვა მერაბი. ბატონო, არ გავიდა. ისევ აქაც მოარტყა, მუხლიც მოარტყა მერაბმა. გალიასთან ნუხა მერაბ. ცირა კორის მუშტებმა დაკარგა სისტრაფე და სისტრაფეც კი აშკარა არის რაუნდის დასაწყისში აშკარა არის კი ისე მოარტყა მერაბმა დარტყმა გადის მაგრამ აი ძალა არ აქვს ეფექტი არ აქვს და ამას გძნობს თვითონ მერაბიც გძნობს ამას კარგი იყო და შეიძლება უკვე წუთნახევარია და აქ ფინიზე ფიქრით შეიძლება უკვე თუმცა გარდია და ხო აქედან გარც უნდა გაცდეს შეიძლება თუ საბმიშენია გარც უნდა გაცდეს და ხო საკუთხედი იმდენად აბა არა ვერ გაცდე ვერ ამოიღებს შეხებს აქედან ხო ვერ ამოიღებს შორს არ კარგია მერაბი აბა საიტში თუ არ ჯერ ჰალფში ვართ ხო მე მგონი ჰალფში აი აქედან შეგნებ ხრის აუწევინოს ეს მხარი და ხრის სამხედროზე წავიდეს ხელია შიგნითა ხელი და არ გამოვა ვერ ააწევინებს ტანში კარგი აი ნეკნებში მუხლები მერაბ აი თავზე აი მოუბრუნდეთ აბა კისრისკენ აი აქ შეიძლება ახლა კისერზე დასვლა ტრიალს აპირებს აი აბა მიდი სულთან რო კისერი აიღო ისევ აკონტროლებს ახლა მერაბი და 30 წამირჩება ბრძოლის დასრულებამდე დააგდებს კიდე. რა თქმა უნდა, მოამზადა შემდეგი ტეიქდაუნისთვის კორის ენცეგენი. კიდევ ერთი ტეიქდაუნი ხდება ახლა.
აბა იქნება კისე მეთი კისერი აიღოს. ოუ, კარგია. კარგი იყო ეს ცოტა ასე ვთქვათ, ეფექტისთვის მერაბისგან. დროა შევიდეს მერაბი ახლა. სათააცილა. 2 წამი 1. ბრავო მერაბ, ბრავო. მერაბ დვალიშვილი მესამე დიცავს სუპერსუბუქი წონის კამარს, 2 აზრი აქ არ არსებობს და უთანაბდება რეკორდს, მაგრამ ამას აკეთებს ერთ კალენდარულ წელიწადში. ჯერ არავის გამოუგონებია მანქანა, ან ფორმულა ბოდიშის მიხედვითაც გააჩერებ მანქანას უკაცრავად რელვარებისგან ცოტა ასეთი მანქანაც არავის არ უნდა ხავს ასეთი ლადო მანქანაც არ MMA-ში. უნდა ხავს, კი ბატონო. ინგორისთვის ყველაფერი მანქანები გასაგებია. სხვადასხვა მომრავლდნენ MMA-ში და UFC-შიც მომრავლდნენ. რამოდენიმე მანქანა ყავს მეტსახელად, მაგრამ ასეთი მანქანა არავინ არ არა, არის. ასეთი მანქანა ერთადერთია. ინგორი გასაგებია უთანაგზნობა. ეს არის თანაგზნობა ახლა რასაც წუთქებოდა და მართლა და შევაქოთ კორი, არ იყო ცუდი კორი. არა, კორის ენცეგენი არ იყო ამ ბრძოლაში ცუდი. ბევრზე უკეთესი იყო, ვინც აქამდე მერაბს ყოლია, მაგრამ საკმარისი ნამდვილად არის. არა, საკმარისი კი არა. თუ არ ვწდები მერაბმა ცალსახად არ უჩვენებიათ, მაგრამ ალბათ სადღაც 17-18 ტეიქდაუნით დაასრულა, იცი? ნუ თავისი რეკორდი რომ მოხსნა ის აჩვენეს და რამდენი დაასრულა არ ვიცი. შეიძლება მეტიც. 21-ია თუ არ ვწდები ზოგადად რეკორდი. ერთ ბრძოლაში აღებული ტეიქდაუნი, მე მგონი 21. სტატისტიკას გაჩვენებენ და ყველა კომპონენტში დარწმუნებული ვარ უპირატესობა იქნება მერაბს, დარტყმებშიც, მნიშვნელოვან დარტყმებშიც და ნუ ტეიქდაუნებს და კონტროლზე აღარ ვლაპარაკობ, ნუ ეს ისიც გასაგები იყო და ეს ბრძოლაც გასაგები იყო. ნოკდაუნებშიც და საერთოდ ხო, აბსოლუტურად ნოკდაუნის ჰქონდა. კომპონენტში აჯობა. ყველაზე ახლო პირველი რაუნდი იყო, ალბათ რომელიც შეიძლებოდა რომ უშუალოდ კორისთვის მიეცათ. როგორ მქონდა ახლა მეტი დარტყმა ნამდვილად. ძველი მერაბი არის, გაგითხრა, შეუჩერებელი რა. ძველი მერაბი ახალი უნარებით. ახალი უნარებით, მაგრამ ახალი უნარების, ის უნარების, ახლა ის რომ დააფინიშა ეს ონომალი მინდია, მე არ ვეთანხმები იმ მოცემულობას, ეს ახალი უნარია და ახალი შესძინა, ჯეთი საბმიშენი ძალიან უცნაური საბმიშენი იყო. თან იყო დაღლილი ომალიზე გაკეთებული. აქ იქაც მერაბი იყო ძველი. იქ უბრალოდ მიხვდა ომალი და კაპიტულაცია იყო მისგან. 5 rounds. We go to the judges' scorecards for a decision. The judges score the contest 49-45. კი ბატონო. 49-45. სიყო 10-8. 10-8 მიცეს კი. For the winner by unanimous decision. ბოლო 4 რაუნდი მერაბ დვალიშვილმა მოიგო ლაპარაკი. და 2 მსაჯის აზრით კლავ, რა თქმა უნდა, ისევ Undisputed. კლავ მერაბ დვალიშვილი. Bantamweight. მერაბი მიდის The world. სოფლიოს საუკეთესობისკენ და შეიძლება ყველა დროის საუკეთესობისკენაც. ბევრი ასე Pound for pound რეიტინგის მესამე